საღამომშვიდობის თქვენ უყურებთ ტელეკომპანია პირველს. ეს FaceTime-ია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ნინო კუზანოვა იქნება. მოგესალმებით ტელეკომპანია პირველის ეთერში და უკვე FaceTime-ის სტუდიიდან. პირველი კითხვა მექნება ასეთი: 42 წლის ასაკში გადაწყვეტე, რომ ყოფილიყავი ჩემი კოლეგა და დაიწყეთ ახალი გადაცემა. რა ქვია ამ გადაცემას, როგორი ფორმატისაა და რამ გადაგაწყვეტინეთ, რომ გქონოდეთ საკუთარი გადაცემა? მოგესალმებით. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ მამას გარემოში. მთელი ცხოვრება ვარ ძალიან სპონტანური, არასოდეს არ გეგმავ ხვალიდელ დღეს. არასოდეს არ მაკმაყოფილებს ის, რაც მაქვს. ყველაფერს შეეხება ეს. და სულ ვარ რაღაცა ახალი ემოციების ძიებაში და რაღაცა იმდენად ხშირად ვარ ხოლმე ამ ტელეეთერში, ერთხელაც გადავწყვიტე რატომაც არა. თანაც ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გადაცემის გაკეთება, ეს სულ მიტრიალებდა თავში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადაცემაა ამასთან და არ არის ბევრი გადაცემა სხვათა შორის, ხო ეს უნდა მეთქვა. უბრალოდ სხვადასხვა არაქართულ არხებზე ვიძახი და რაღაცნაირად ყველა გადაცემა არავის კი არ ვლანძღავ და ვაკრიტიკებ. მიმართულია მაინც რაღაცა შოუს ელემენტებია ძირითადი წარმმართველი და მთავარი კითხვები, რაც აწუხებს ხოლმე პაციენტს, ის როგორც წესი რაღაცა პასუხგაუცემელი რჩება, ძირითადად არის უფრო ზერელი, რაღაცა ზედაპირული და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ამ გადაცემაში საკმაოდ დიდ კლინიკას ხელმძღვანელობ და ძალიან ბევრ მიმართულებებთან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი. მე თვითონაც ამდენი წლის სამედიცინო პრაქტიკა მაქვს და უკვე შემიძლია თამამად გავემაცხადო, რომ მე მომწიფდი ასეთი გადაცემისთვის, როდესაც შემიძლია ვიყო როგორც პაციენტის მხარე, ასევე ექიმის მხარეც და მინდა რომ ექიმებისთვისაც და პაციენტებისთვისაც, მოსახლეობისთვის ეს იყოს ძალიან ინფორმაციული, როგორც გაცნობითი, ასევე პრევენციული, ანუ ძალიან მრავალმხრივი მიმართულებით ვაპირებ ამის გაკეთებას. შევეცდები, რომ ეს გადაცემები ერთმანეთის კალკირება არ იყოს და რაღაცა ერთ და იგივე ჩარჩოებში არ იჯდეს და რაღაცა თითო რაღაც მარცვალი სახალისო იქნება, საინტერესო იქნება ყოველ ჯერზე რაღაცა სიურპრიზის სახით იყოს ყველა გადაცემა. ანუ არ გავდნენ ეს გადაცემები ერთმანეთს იმის მიხედვით თუ ესა თუ ის დაავადება რა ტიპის გადაცემას მოითხოვს, ესე მოვახდენ ხოლმე ადაპტირებას, ასე ვთქვათ, სიუჟეტის, ფორმატის და ასე შემდეგ. თან თქვენმა არ ხმამ რაღაცა სრული თავისუფლება მომცა და ეს ჩემთვის რაც ძალიან მთავარია ცხოვრებაში თავისუფლება. მე ძალიან მიხარია ტელეკომპანია პირველში კიდევ ერთი ახალი გადაცემა, თან ექსკლუზიურად პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ინტერვიუა სწორედ ამ გადაცემის დაწყების შემდეგ, რომელიც უკვე გავიდა ჩვენს ეთერში და რაც მთავარია, არხს ასევე ყავს ახალი გენერალური პროდიუსერი ინგა გრიგოლია, რომელიც არა, სხვათა შორის რომ მოვდიოდი, რაღაცნაირად მქონდა რაღაც სხვადასხვა არხებზე არჩევანის წინაშე რაღაცნაირად ვიდექი და ჯერ ესეთი რაღაც როგორც კი შემოვედი თქვენი კონცერტს გავიკითხე ვინ არიან, მე დავაკვირდი გადაცემის ხალხო HD ხარისხი რა კარგია დაფარვა საქართველოს. თან ყოველთვის მიყვარს, როდესაც რაღაცა თავიდან იწყება და იმ დასაწყისში ვარ რაღაც საფუძველის ჩაყრის დროს მონაწილე და არა უკვე გამზადებულ სუფრას რომ მივიждები. ასე იყო ამ ჩემი კლინიკის შემთხვევაში, როდესაც პირველი აგურიდან იქ ტრიალებდი და შესაბამისად რაღაცნაირად უფრო მეტია რაღაც აზარტი, რომ რაღაცა გამოგივიდეს. თანაც როდესაც გამზადებულ პროდუქტს უნდა მიგახრახნონ, იქ მიდის დიქტატი, რომ ასე უნდა მოიქცე, ესე უნდა გააკეთო, ასე გაიღიმო, იმაზე ეს არ თქვა, იმაზე ეს თქვი და თქვენ შემთხვევაში მე ეს არაფერი არ დამხვდება და რა სტერეოტიპსაც მე შევქმნი ამ ჩემი გადაცემით. ეს იქნება ჩემს მიერ შექმნილი სტერეოტიპი და არამც და არამც ვთქვათ ტელეარხის ხელმძღვანელობის ან მფლობელების მიერ მოხვეული სტერეოტიპი და ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი, რის გამოც ასეთი არჩევანი გავაკეთე და მე მგონი არ ვინანებ არასდროს თან ისეთი სპექტრი გყავთ წამყვანების თუნდაც შენი დაწყებული და ეხლა ბოლოს ინგამ დააგვირგვინა, რომ მე ყველაზე ისეთი ნორჩი და გაუბედავი ვარ მიუხედავად ჩემი ყვავის ასაკისა. გაგიჭირდა თუ არა ტელეკამერებთან ურთიერთობა როგორც წამყვანს უკვე რთულია?
არა, მაგ თვალსაზრისით ვიტყვი, რომ აბსოლუტურად არ მქონია არანაირი დაძაბულობის მომენტი. ვიძაბებოდი, რომ აი სტუმარს რაღაც ყურადღება არ მოაკლდეს, ვაიმე კამერა დროზე ისე დაადგეს, ცოტა სახეზე მსუქნად გამოჩნდნენ, აოჭი არ გამომიშდეს. ანუ უფრო რაღაც ეგეთი რაღაცები მაინტერესებდა, ჩემი თავი სასტიკად არ მომწონს ეკრანზე, მაგრამ უშავს. ხო? და ეს უფრო აი ტექნიკური მომენტები მანერვიულებდა, რომ დროში ჩავტეულიყავი. არავის რაღაც პრობლემა არ შექმნოდა, რომ აი ჩემ გადაცემაში მომყავს და რაღაც მასპინძლის ფოთვები მქონდა უფრო ვიდრე ის რომ პირველი გადაცემა იყო და ტელენამყვანად პირველად ვევლინებოდი ასე. თუმცა ერთხელ ეკა ხოფერიამ თანაწამყვანად წამიყვანა თავისი გადაცემის ეკა ხოფერია შოუსი და ვიყავი პირველი ჩემი ასე ვთქვა. ნათლია იყო ეკა ხოფერია მაგ თვალსაზრისით. როგორც ვფიქრობთ, როგორც სამედიცინო სფეროში წარმატებული კარიერა, ასეთივე წარმატებული წამყვანი შეიძლება გამოხვიდეთ? მე წარმატებას ცოტა სხვანაირად უყურებ. თუნდაც იმ სამედიცინო კარიერაში ჩემი წარმატება არა რაღაცა სამსახურეობრივი წინსვლა, არამედ ის სიყვარული, რასაც მე ყოველთვის ვგზნობ ჩემი პაციენტებისგან და არა მარტო ჩემი პაციენტებისგან. ვცდილობ, რომ აი მაქსიმალურად ყველას მივაქციო ყურადღება. მართალია, აბსოლუტურად ყველასთვის გადასარევი ვერ იქნები, მაგრამ აი ის რა სითბოსაც და სიყვარულს მე გავცემ, იმას მე ვიღებ. და შესაბამისად, მე მინდა ჩემს მაყურებელს ვუყვარდე და ჩემთვის ეს იქნება წარმატება. როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები ამ გადაწყვეტილებას, მეგობრები, რა გითხრეს, ისედაც გადაწყვეტილი გრაფიკი გქონდა? დიდად არავისთან არ მომიყოლია, რომ სანამ მეთქი იმდენად დაძაბული და დატვირთული მაქვს სამუშაო გრაფიკი და დღე და ისეთი დაღლილი მივდივარ სახში, გუგამ ორჯერ თუ სამ ჟაშვები აკეთებ და ვაი შენ პატრონს, ხო იცი კიდე ერთი საერთოდ აღარ მეყოლები სახში, თან გამოვიდა ეს რომ კვირა დღეს ვაკეთებ ამ ჩაწერებს და ერთადერთი კვირა მქონდა, როცა მე სახში შემეძლო ყოფილიყავი. ეხლა კვირასაც არ ვარ სახში და იმედია თუ გუგამ გარეთ გამაგდო, რაღაცა პატარა კუთხეს გამოვინახავთ თქვენ ტელევიზიაში ამის გასათეს. დადის ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ საკმაოდ მკაცე ხარ თქვენს მეორე სამსახურში, ეს რეალობასთან ახლოვარი? ხო, კარგია ის. ქოთა რა ვთქვი, კი მკაცრი ვარ. მაგრამ სამართლიანად ვფიქრობ. ვფიქრობ სამართლიანად. სადღაც გასაბრაზებელია ვბრაზდები კი. რამ შეიძლება გაგაღიზიანოთ ყველაზე მეტად? რაზე შეიძლება იჭუბოთ სამსახურში? ყვილმა და უპასუხისგებლობამ. აი ამ რაღაცას გამოვყავარ წყობიდან. სხვა ყველაფერი შემიძლია ვაპატიო ადამიანს. არა, ბოლოს მაგასაც ვპატიობ, მართალი გითხრა, ახლა ღმერთის ის არის პრეროგატივა, რომ რაღაც პატიება არ პატიება, მაგრამ რაზე შემიძლია ვიკივლო, რაზე შემიძლია არ ვიკივლო. ამ რაღაცაზე ვკივი. როგორი ხარ პაციენტებთან ურთიერთობაში? ძალიან მომთმენი, ძალიან თბილი, ძალიან ყურადღებიანი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც გამოუყვანებთ წონასწორობიდან პაციენტს? იყო კი 1-2, მაგრამ ჩემი პაციენტი არ იყო, ანუ საშუალად დამიძახეს, იყო ერთი ქალბატონი, იქ რაღაც უბრალოდ წყობიდან კი არ გამოვედი და წონასწორობიდან უბრალოდ, ანუ რას ვამბობ, ვერ მოუძებნე გასაღები, როგორც წესი, ყველასთან პოულობ საერთო ენას, რომ რაღაცნაირად დავიყოლიო, რაღაცნაირად სწორი მიმართულება მივცე და ეს ქალბატონი ვერაფრით ვერ დავიყოლი, ასე ვთქვათ, ნუ იყო რაღაც ფსიქიური აშლილობა, რომელიც ჩვეულებრივად ახლა ვერ მიუდგებოდი, იყო ესეთი ერთი თუ ორი შემთხვევა, როცა ფსიქიკური პრობლემები იყო. სხვა მხრივ ყოველთვის ვახერხებ. როგორ ფიქრობ, დაგეხმარა თუ არა გვარი კუზანოვი თქვენ კარიერის წარმატებაში? ასე ვიტყვი, კუზანოვს მე დავეხმარე ძალიან ბევრ რაღაცაში და კუზანოვი გვარი კი, როგორ არა, რა თქმა უნდა. თუმცა მე მათ გაპიარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიმიძღვის, ეს მე მგონი ამაზე არავინ არ შემედავება. როგორი ურთიერთობა გაქვთ ბატონ ივასთან? ხართ მის პაციენტი? ივას პაციენტი ჯერ არ გამختار ვარ. ეს როცა ფეისლიფტს გავიკეთებ, მაშინ გავხდები. ძირითადად ჯერ გუგას სწორედ ეს უნდა მეკითხა, მეუღლეს აკითხავთ როგორც ექიმს. კი, გუგა ბოტოქსებს მიკეთებს. კიდე ერთი კორექცია გავიკეთე, ეს დაწერილი მაქვს ბევრი იმაში. რა ქვია, მკერდი გავიდიდე, არც მალა. ამ კუთხით გამოირჩევით, იმიტომ რომ არც არასოდეს არაფერს არ მალავთ, ხართ ღია მაყურებლებთან და შესაბამისად ხშირად მოდის ხოლმე ამ კუთხით ძალიან ბევრი დადებითი, რადგან თქვენს მიერ არასოდეს არაფერი არ არის დამალული, მათ შორის ასაკი, რომელსაც ხშირად უსვათ ხოლმე ხარს. მე ხომ სადღაც გვატემალადან არ მოვსულ ვარ ამ ქალაქში, ხო? დავიბადე თბილისში, გავიზარდე
დავამთავრე 55 სკოლა სამედიცინო ინსტიტუტი და იმდენი მოწმე მყავს ჩემი დაბადება ბავშვობის და გაზრდის და სტუდენტობის. ახლა რომელი ერთი უნდა მოვიტყუო? მკერდი ზომა, ასაკი, თუ რა. ხო ვერაფერს ვერ დამალავ, თანაც ყული ნაკლებად ის ჩემ ხასიათში. არა. ქალის ბედნიერებისთვის ყველაზე აუცილებელი რა არის? ქალის მაგაზე არ ვფიქრობ, არ მაქვს მაგაზე საფიქრელი დრო, რომ ვიფიქრო, რომ ბედნიერი ვარ თუ არ ვარ ბედნიერი და საერთოდ მაგაზე მოცილები ფიქრობენ. თუმცა ხო შეიძლება რომ ვინმეს რჩევა მივცეთ, რომელმაც ჯერ ვერც იპოვა ამის გასაღებად. იცოცხლე, ყველა მსხვისთვის უნდა იცხოვროს, როგორც კი თავის თავზე ადამიანი შეწყვეტს ფიქრს და ის არის აი მეგობრებით, შვილებით, ქვეყნით, რა ვიცი, მილიონი საფიქრალია და ეხლა მე რო დავждდა და ჩემ თავზე ვიფიქრო 24 საათი, აღმოვაჩინე რომ ძალიან უბედური ვარ, ხო? მილიონ რაღაცას ვნახავ, რომ ეს მეწყინა, ის რაც შეება ნაკლები აქცენტი საკუთარ თავზე და მეტი აქცენტი შენს გარემოზე. ხო გეუბნები შვილიდან დაწყებული სამშობლოთი დამთავრებული და იქ უკვე აღარ დაგჭება იმაზე საფიქრელი დრო, ვაიმე ბედნიერი ვარ თუ არა და შევდექი როგორც არსება და აბა წინსვლა და აბა კარიერა და გადააბიჯე სხვას და გახდი ბედნიერი. მე ამისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ და იცხოვრო, ყველა ადამიანები ვართ. უბრალოდ უნდა იცხოვრო. და ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი არის რომ გიყვარდეს შენს ირგვლივ ადამიანები, იშრომო, უსახმურობა საშინელ დეგრადაციას იწვევს, ნებისმიერი სახის შრომას ვამბობ, ნებისმიერი სახის შრომას. გონებრივი ფიზიკური, რა ვიცი, ნებისმიერი, ოღონდაც არ იყო ადამიანი უსახმური და ვიღაცის წურბელა. გადავინაცვლოთ თქვენს პირადზე, ამდენი წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა რაიმე ურთიერთობაში? რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც შეიცვალა. ეხლა ხან 6 ნოემბერს მქონდა 22 წლის თავი. ქორწინების შეიცვალა უფრო მომთმენე, მე უფრო დამთმობი გავხდი ადრე, ყველაფერზე მქონდა რაღაცა. ეჭვიანობდით? არა, მაგაზე არ ვამბობ. აი, ნებისმიერ თემაზე დღემდე მასე ვართ აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ყველაფერზე. და ამიტომ ადრე ვეკამათებოდი ყველაფერზე და ეხლა ძალიან თუ არ გამომიყვანა წყობიდან პასუხს არ ვცემდა. აი, როდესაც უკვე ძალიან ისეა, მე ჩავთავ ხოლმე ჩემს სირენებს. და ხალასი ურთიერთობები გვაქვს ორი თანაბარი ადამიანის, რომელსაც არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ ეჭვიანობის მომენტი, რომ აი თქვათ ის უფრო განვითარდა, ან მე არ განვითარდი, ან იმან რაღაცა მეტი იქნა ცხოვრებაში მე ნაკლები, თუ ხო არის ეს შეჯიბრი ცოლ-ქმარ შორის მუდმივად რაღაც უშნო, უაზრო. მე მაინც ვცდილობ, რომ ახლა უფრო მეტი დავუთმო. ადრე არ ვუთმობდი, ყველაფერში ვეჯინებოდი. პირადში, როდესაც იქნება პრობლემები, როგორ ფიქრობთ, პირველი ნაბიჯი ვინ უნდა გადადგას თუ ორივე ერთად? როგორ გითხრა, მე არასოდეს 22 წლის მანძილზე არ ყოფილა, რომ აი მე და გუგა ერთმანეთს თუნდაც ერთი დღით გავყროდით. ახ დედასთან რომ გაიქცევიან და არ მქონია ესეთი არასოდეს. მე ყოველთვის მიყვარს ჩემი პრობლემების ძალიან ჩუმად ხმადაბლა მოგვარება. ძირითადად სულ მე ვარ დამნაშავე თუ არა მირიგდება გუგა, იმიტომ რომ მე ვიცი ეს ჯორზე რო შევშტები. მე გაბუტო არასოდეს 9 საათზე დიდხანს არ გრძელდება და ეს არ ხდება ხოლმე რომ აი საქმის გარჩევა მე და შე რატომ მითხარ. არა, მე ჩვეულებრივად დროს არ ვკარქავთ, ორივე ექიმი ვართ, ორივე ვიცით რომ სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და არ ვკარქავთ დროს სისულელებში. უცებ ვრიგდები და ვაგრძელებთ ცხოვრებას. ყავთ ორი შვილი, გოგონა და ბიჭი. როგორი დედა ხართ? აი მე აბა როგორ კითხა ხანდახან ჩემი შვილი გამოდის და ყველა დედა ხედავს. ანუ მეგობრული ურთიერთობა გაქვთ თქვენ დატვირთული გაფრთხილდან გამომდინარე ხშირად ვერ ნახულობთ. მეგობრული მაქვს, მაგრამ არაფამილიარული. ანუ ის ზღვარი ჩემსა და ჩემ შვილებს შორის, სადაც რასაც პატივისცემა ქვია დისტანცია, მე ეს ყოველთვის მიჭირავს. ჩემ დაუნებურად, იმიტომ რომ მე ჩემმა მშობლებმა ასე გამზარდეს, რომ ეს დისტანცია მე ყოველთვის მქონდა. ჩემ მშობლებთან რაღაც სხვას არ გადავდიოდით, იგივეს მოვითხოვ ჩემი შვილებისგან. საყალ ჩემი ეშინიათ კიდევაც როცა საჭიროა. მაგრამ თქვათ ისე მკაცრად მე მათ არ ვზდი, როგორც რაღაც სასტიკ სიმკაცრეშიც გავიზარდებ მე. ერევით მათ ცხოვრებაში? იცი როგორ ვერევი? ირა ცხოვრებაზე, ხო გოგონა დიდია, 19 არის და რაღაცნაირად მირჩევნია ხოლმე რომ სირაქლემის პოზიციაზე დავდგე და მინდა რომ რაღაცნაირად ისე გავწელო ეს რომ შეიძლება გვიან გავხდეს დიდედრი. და ყველაფერს ესე ულაითებ რომ ეგ არ მოიცა ჯერ სწავლა, ჯერ კარგად ფეხზე დადექი და მერე და შვილო იგი წავა და სხვა. თუმცა მე მაგას აქში გათხოვილი ვიყავი.
და თუმცა თქვენ არ ნანობთ იმას, რომ მაგასაკში გათხოვილი იყავით. იმიტომ რომ მე საერთოდ ეხლა რას გეტყვი? სინანული ჩემი თემა არ არის. რაღაცა რო ხდება, მე იმას აღარასოდეს არ ვნანობ. ალბათ უნდა მომხდარიყო და ეს დავჟეკი და ვინანე და ვიტირე, ესენი არ მახასიათებს. შესაბამისად, შეიძლება რო არ გავთხოვილიყავი რაღაცა უკეთესი მქონოდა, ან პირიქით რახან გავთხოვდი და ესეთ მოხთენილს რაც იყო უკვე იმის გამოსწორებაზე აღარ ვფიქრობ. პირიქით ვცდილობ რომ რაღაცა კარგად ჩემთვის ჭიქა ყოველთვის არის ნახევრად სავსე. შვილები, რომლებსაც პროფესიად არ ურჩევდით, რას? ეგენი კარგად იყვნენ და იცით როგორ პროფესიას არ ურჩევდი, სადაც ვიღაცის დანიშნაზე ან მოხსნაზე არ იქნებიან დამოკიდებული. ანუ პროფესია ის, რომელიც მუდმივად თანგსტებს. ხა ბაიას ამიტომ ვურჩიე რომ სტომატოლოგი გამხდარიყო, ამიტომ თავის ხელები და ტვინი, სადაც არ წავა, ყველგან წავა და აი რაღაცა როცა რაღაცა რევიზორის უნდა დაიჭირო, ან რაღაცა ბანკში რაღაცა, აი მივხვდი რას ვამბობ, მერიაში რომ მუშაობდა, აი შეფი რომ შეიძლება და შენ შეიძლება მოხსნან. ანუ ვიღაცაზე რო ხარ დამოკიდებული რაღაც საოფისე სამუშაოები, რაზეც შენ ძალიან მყიფეა ეს სკამი და ან დაქტოვებენ ან მოხსნიან და შეიძლება რომ აღარ იყო იმ თანამდებობაზე შენი ფასი აბსოლუტურად ნოლია. ხომ მივხვდი რას ვამბობ? ანუ სპეციალობები, რომელიც სადაც არ უნდა წახვიდე, სულ გარჩენენ. პურს სულ გაჭმევენ, ასე ვთქვათ. ასე უყურებ ამ თემას. რომელიც თავისუფლებას გჩუქნიან, არჩევნის საშუალებას გაძლევენ. აი, ასე ვიტყოდი. ჩვენ არ დავბრუნდებით სოხუმში. ხო. თქვენი ცნობილი პოსტი, რომელსაც მოყვა მთელი ამბები, რა მოგცათ ამის საფუძველი, რომ ეს გეთქვათ? საერთოდ თუ გინდა რომ შენთან ვიღაცა დაბრუნდეს, იმას უნდა გაეშვა, მიცე თავისუფლება და შენ გახდე ძალიან კარგი, რომ ის ადამიანი შენთან დაბრუნდე. მე ძალიან უხეში შედარებაც მოვიყვანე ხა. აი ცუდ ქმარს რო ცოლი გაექცევა. თუ იცის რომ იგივე დახვდება, ის ხო იქ უკან აღარასოდეს არ მობრუნდება. ამიტომ თლიანად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კულტურული, განვითარებული. ნაციონალიზმისგან, შოვინიზმისგან, ქსენოფობიისგან, ყველაფრისგან ამისგან უნდა ვიყოთ გათავისუფლებულები, რომ მათ, რომელსაც ჩვენ ძალიან ვადგინეთ, ხო? საშინელი ტკივილი მივაყენეთ. იგივე იქით ამ მხრიდანაც, ხო? ჯერ ესერთი ამას უნდა დრო და ჩვენ რახან უფრო დიდები ვართ, ხო, ასე ვთქვათ, რახან უფრო მეტი ჭკუა მოგვეკითხება, ჩვენ უნდა გავხდეთ მაქსიმალურად უკეთესები, რომ ის ჩვენი შვილი უკან დაგვიბრუნდეს. რომ მას არ კონდეს იმიში, რომ ჩვენ ვცემთ, თავში ჩავარტყამთ, რაღაცას ისეც გავაკეთებიებთ, რაც მათ არ უნდა და ჩვენ გვინდა. ანუ აი ეს მომენტები ჩვენ თავს უნდა ვაიძოთ, რომ ჩვენ გავხდეთ უკეთესები. ჩვენ ჯერ შიგნით არ დავლაგებული ვართ. იმან უნდა იგრძნოს, რომ მართლა სიყვარული და სითბო დახვდება აქ და უსაფრთხოების გარანტია. აი ამას როგორც კი იგრძნობენ და მიხვდები, რომ ჩვენთან ცხოვრება, ჩვენ ჭერქვეშ ცხოვრება უფრო კარგია მათთვის, ვიდრე აი ესე ყოფნა, როგორც არიან ახლა რაღაცა რუსეთის 29 თუ 929 გუბერნიად. აი ჩვენ უნდა ვაჯობოთ ამაში, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა შეგვიყვარდეს, ჯერ შიგნით უნდა დავლაგდეთ, ისინი თვითონ მოვლენ ჩვენთან. როგორ ფიქრობთ, მოდის თაობა, რომელიც დაიბრუნებს აფხაზეთს? მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ნაკომკავშირალ, ნაკომუნისტარი ხალხი წავალთ ამ ქვეყნიდან, მე მოვლენ. იმიტომ ჯერჯერობით მაინც ეს ანონიმშიკების და აი ამ კაკებეშნიკების და აი ამ ფსიქოლოგიის ხალხის გაზდილები ვართ ჩვენ. მართალია მე არც ერთი პარტიული და კაკებეშნიკი არ მყავდა წინაპრებში, მაგრამ ზოგადად ეს არის. ეს მაინც არ კომუნისტური ძუძუნაწევია ეს ხალხი. და ისინი ვერასოდეს თავისუფალ თაობას ვერ გასდიან, ამიტომ საჭიროა რაღაცა პერიოდი გავიდეს. ისინი მაინც მიჩვეულები არიან, ვინც უფრო მეც დაგვარტყამს სახრეს და მათრახს, აი ის კარგად მართავს. როგორც კი ცოტა თავისუფლებას აჩუქებენ, თვლიან, რომ აი ეს არის სტაგნაცია, ეს არის ცუდი, რომ თუ თავში არ უტყეს და ეს თავში ნარტყამი წესრიგი არ დაამყარეს, სხვა შემთხვევაში ეს არ ვარგა. ამიტომ რომ აი სანამ ის კომუნისტური ბოლო რაღაც შხამი ჩვენგან არ გამოვა, მანამდე არ ვიქნები ჩვენ ევროპელები, ჩვენთან არ მოუნდება აფხაზეთს მოსვლა. რას ფიქრობთ მედიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით? თქვენც უკვე ამ ოჯახის წევრი ხართ და რუსთავი ორში მიმდინარე პროცესებს როგორ გამოეხმაურებით? ძალიან დიდი ტკივილით. მართლა ძალიან დიდი ტკივილით. უბრალოდ მე არასოდეს არ ვყოფ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს ჩემიანებად, სხვისიანებად, ესეც რაღაც სამეცნიერო დამოკიდებულება ჩემს ყველა ერთია. თუნდაც აი ეს რაღაც ქოცი, ნაცი, ესეთი, ისეთი, ეს მე ისე მწკუნას, როცა 4 მილიონიან მოსახლეობაში ჩვენ ვერ გავინაწილეთ.
სკამები, მიწები, ნაკვეთები, ქონება რა ვერ გავძეხით. და მერწმუნეთ ადამიანები და ხალხი ძალიან კარგად ცნობს სად არის სიმართლე. მე საერთოდ მოწინააღმდეგე ვარ ნებისმიერი რაღაცის ძალადობრივი დახურვის, თუმცა ეგ დახურვაზე არც არის ლაპარაკი, უბრალოდ რაღაცა სამართლებრივი, მე ხარ რამდენად მართლა ესია, სახელმწიფო ერევა, არ ერევა, ну ეხა ალბათ ვიღაცა სადღაც ერევა, ვიღაცას უფრო დაფორსირებული უნდა იქ ხალხი რაღაცა სამართლიანობის აღდგენა. პროპაგანდის ელემენტები არ არის ტელევიზიაში, მე სულ ვამბობ, რომ ჩვენი ტელევიზიების საინფორმაციო გადაცემები კლასიკური, აი ORT-ს გადა აი ეს მძიმე მუსიკა, დიქტორების ლევიტანის ხმები და ხვალ ომი იწყება. არ არის ასე ნებისმიერ CNN-ზე, BBC-ზე გადართეთ, არ არის იქ ასეთი ტრაგედია და ვაება, ხო, არც ერთი დიქტორის ხმაში. ჩვენთან არის ეს რაღაცა არის. ეცივად ინფორმაციას არავინ არ გადაცემს. შესაბამისად ის მომენტი, რომ აი ადამიანებს რომ ქონდეთ იმის განცდა, რომ აი რომელიმე ტელევიზიის დახურვას მათთვის რაღაცა ცხოვრებისეული რაღაც ტრავმა და ისეთი მოყვებოდა, ქართველები ვართ ის ტიპები, რომლებიც ყველა გამოცვლდებოდა, აი ხუძე კაცი რო იტყვია. ეთყობა არა აქვთ ეს შეგრძნება, რომ უნდა გავარდნენ და უშველონ, მიხვდი? რას ვამბობ? დიახ, მოხდეთ. იცით როგორ მინდა კითხვა? თორე ჩემთვის მაგალითად 1000 არხი იყოს, სადაც უნდა, ვისაც უნდა იქ გადაართოს. უბრალოდ მე მაინც ვარ პროპაგანდის წინააღმდეგ. ნებისმიერი პროპაგანდის. კი ბატონო, იყოს ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა, სიგარეტის წინააღმდეგ, მაგრამ რაღაცა ის სახელმწიფო ასე მოვაწყოთ. მე ვარ იმის მომხრე, რომ იყოს კანონის დაცვის პროპაგანდა, კონსტიტუციის პატივისცემის პროპაგანდა. ყველა უნდა იცავდეს კანონს. ამხელადან დაწყებული პრეზიდენტი და პრემიერი დამთავრებული. მე ასე ვფიქრობ. სანამ ჩვენთან კანონის დაცვა არ იქნება, ჩვენ ევროპა არ გავხდებით, ჩვენ არ გვყავს თავისუფალი მასმედია, ყველას მაინც кто финансирует, тот и правит. როგორ ვინც აფინანსებს ის მართავს. ეს ჩემი აზრია, რა ვიცი, რამდენად ნებათ ამოჭერით, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. რა შემთხვევაში შეიძლება გახვიდეთ აქციაზე? თუნდაც რუსთავი ორთან. აი დღეს გვაქვს ეს რეალობა. აი რა შემთხვევაში შეიძლება გახვიდეთ? თუ რაღაცა აქციაზე? ფიზიკურ ძალადობაზე დავინახე, რომ იყო, რა თქმა უნდა გავა. თუ იქ დავინახა, რომ იქნება ფიზიკური ძალადობის და ვიღაცის განადგურების ალბათობა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა წავალ. მაგრამ იქ რო რაღაცას ვერ არჩევენ ერთმანეთში, მე რუსთავი ორი არ მინახავს იმედის დასაცავად. არც ერთი არხის დასაცავად. მე არ მინახავს რუსთავი ორი, როდესაც არბევდნენ ხალხს იმის დასაცავად. წყარად გადმოცემდნენ. მიხვდით, ხალხს ეს ახსოვს და უხსენებენ. როგორც კი ვისწავლით თავისუფლების ფასს, როგორც კი მიხვდებით, არავის არ უნდა შევეტენოთ ორი ვერცხლის ფასად და უნდა დავჩეთ ის როგორები ჩვენ ვარ და იმ ქვეყნად ჩვენ არავინ არ გამოგვატან საბანკო ანგარიშებს, როგორც კი ჩვენ გავთავისუფლდებით, მედიას თავისუფალი იქნება, ქვეყანაც და კაიშულები გაიზრდებიან. მე ერთი კომენტარი მინდა გაგახსენოთ, იმიტომ რომ ეს თქვენც გეხებოდათ, რადგან მაია ასათიანის ძალიან ხშირი სტუმარი. მაია ძალიან მიყვარს. აი მე მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაიას გადაცემას არავინ არ შეეხება. ძალიან რეიტინგულია, ეს კერძო არხია. ჭკუატყოფელი უნდა იყოს ძალიან, თქვათ, მისი ახალი მეპატრონე, გადაცემა, რომელსაც ფული შემოაქვს, ის რომ დახუროს. ის თითქოს გაბრაზებული იყო იმ ადამიანებზე, ვინც მისი გადაცემის ხშირი სტუმრები იყვნენ და ვერ დაინახა ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პროცესში აქციაზე. მე მაიას გადაცემის დახურვის საფრთხეს ვერ ვხედავ და მით უმეტეს მაიაზე ვიღაცის ფიზიკური, მაია უბრალოდ რაღაც პოზიციას იჭერს, ხო? მაია არ ჩვეულებრივი პრინციპში ჩემის აზრით მაიას მიყავს ისეთი გადაცემა სოციალური ტოქ-შოუ, ხო? მას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და არხის ხელმძღვანელობაში მაგ ხო არის ის როგორ იქნება ანის ხელმძღვანელი, ანეს ხელმძღვანელი, მისთვის მფლობელს მნიშვნელობა არ უნდა კონდეს. დღეს არის ქვეყანაში თუ მფლობელს მნიშვნელობა აქვს, არა, მაშინ გამოდის რომ მედია არ არის თავისუფალი. თუ მფლობელს აქვს მნიშვნელობა, მედია არ არის თავისუფალი. თუ მაგი თავისას ვერ გაიტანს ეკრანზე, თავისას ვერ იტყვის, ესე იგი ის არ არის თავისუფალი ჟურნალისტი, ხო? მისთვის სულ ერთი უნდა იყოს, ვინ იქნება იქ. მან თავისი სათქმელი უნდა თქვას. და თუ ახლა შემთთვის აქვს მნიშვნელობა თავში ვინ იქნება და ფულს ვინ გადამიხდის და როგორ უნდა ვთქვა, მაშინ არც მექნება მე პრეტენზია თავისუფალ მედიაზე. გასაგებია, ბოლო კითხვას გისვამთ ამ თემის ირგვლივ, არის ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დღეს? სიტყვის თავისუფლებას რა მნიშვნელობა აქვს გეტყვით, რა აზრი აქვს? არის ერთი ხმამ ღაღადებული საუდაბნოს საშინა, რადგან ელაპარაკეთ და თუ არავინ არ მოგისმენს რა აზრი აქვს,
ანუ, როდესაც რაღაცას გამოთქვამ, შენი სიტყვის რაღაც ფასი უნდა გქონდეს, ვიღაცა უნდა უსმენდეს, ისმენდეს, ითვალისწინებდეს და ეხლა სიტყვის თავისუფლებას აქვს მხოლოდ მაგ შემთხვევაში ჩემთვის ფასი. თუმცა არის მეორე მომენტი. ეხლა ვთქვათ, აი ამ სიტუაციაში მე ვხვდები, რომ ვთქვათ, ვიღაცა არ დაისჯება იმ სიტყვის თავისუფლების გამო, არავის არ წაიყვანენ არც სოდი კუდი შუსუსში და არაფერი ესეთი ვთქვათ ფიზიკურად მას არაფერი არ მიადგება. მე ასე ვფიქრობ, მე ასე ვგრძნობ, იმიტომ რომ რაღაცები მე ვიგრძენი ჩემ თავზე ცოტა ადრე. ხო და ამიტომ ამ თვალსაზრისით, დასჯადობის თვალსაზრისით, ეხლა ნამდვილად ვიცი, რომ ეხლა არავისთვის არ გამოუყვანიათ სახლიდან და არ დაუსჯიათ. როგორ შეაფასებდით ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პოლიტიკას, ანუ ეს სიახლეები ხალხისთვის დადებითად აისახება თუ უარყოფითად გაკითხავთ ამას? ზოგადად რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ მოსახლეობა საკმაოდ გაჭირვებულია ჯერჯერობით. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოსწორდება და ისეთ კოლოსალურ თანხებს უნაზღაურებენ, ეს რამდენად ყოფნის, არ ყოფნის ეგ სხვა თემა, იქ არის რაღაცა ზოგადად უფრო მეტი პლუსია ვიდრე მინუსი. თუმცა მე მაგალითად არ მომწონს ის, რომ შემოსავლების გათვალისწინება არ ხდება, ანუ თანაბრად ფინანსდება ის მდიდარიც და ის ღარიბიც. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში რაღაცა დიფერენციაცია უნდა არსებობდეს შემოსავლების თვალსაზრისით, რომ აი იმას, ვისაც ვთქვათ, თვეში აქვს 500 ლარი და იმას, ვისაც თვეში აქვს 5000 ლარი, თანაბარი დაფინანსება არ უნდა ქონდეს. აი ეს შერჩევითობის პრინციპი მაინც უნდა არსებობდეს. მე ასე ვფიქრობ. მე არის რომ რაღაც თანხები თქვათ ისეთ ადეკვატურ ბოლომდე კარგ სამედიცინო მომსახურებას ხანდახან არ ყოფნის. ესეც არის. და კიდე რაშიც მე უფრო მეტ ფულს ჩავდებდი და ამას სულ ვიმეორებ, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი რესურსი არის ბევრი ნიჭიერი ადამიანი. და ამიტომ მეტი ფინანსები მთელი აი ძალიან დიდი რესურსი უნდა მიიმართებოდეს განათლების სფეროში. სახელმწიფომ ბევრი ფული უნდა ჩადოს იგივე კარგი ექიმების გაზრდაში. და რაღაც ისეთი კონტრაქტები, რომ ეს ექიმები მერე დამაგრდნენ, რომ სამედიცინო ტურიზმი ძალიან ბევრი პაციენტი ჩამოდის უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ. რეალურად მართლა ნიჭიერი კარგი ექიმები ყავს, რომელსაც აი მათ გაზრდაში, აპგრეიდში, ასე ვთქვათ, სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული, იმიტომ რომ არა აქვთ ამის საშუალება დამიჯერეთ ექიმებს ისეთი შემოსავლები, რომ აი სამსახური მიატოვოს, რაღაცაში განათლდეს და ჩამოვიდეს და კიდე აქ აი მაგაში ვთქვათ, უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. ძალიან ბევრი დარგია მასეთი, სადაც სახელმწიფო გვერდზე უნდა დაუდგეს და ეს ნიჭიერი თუ საშუალო ნიჭი, აი დიფერენციაცია უნდა მოახდინოს, ვისად უნდა მათ გაზრდაში, აღზრდაში, განვითარებაში, სწავლაში სახელმწიფო უნდა ჩადოს ძალიან ბევრი ფული. ეს არის long term, მაგრამ ძალიან დიდი უკუგებას მიიღებს სახელმწიფო ამით. დანარჩენი ყველა პროექტი იქნება ძალიან ხანმოკლე და ტყუილად გადაყრილი ფული. გიფიქრიათ პოლიტიკოსობაზე, ან თუნდაც ჯანდაცვის მინისტრობაზე და როგორი ჯანდაცვის მინისტრი იქნებოდით? ჯანდაცვის მინისტრობაზე არასოდეს არ მიფიქრია, ეს მაინც რაღაცა მენეჯერის ის არის, ხო? ანუ მან რაღაც კრეატივი ნაკლები უნდა შეასრულო, ვთქვათ, პარლამენტის მიერ და ასე შემდეგ. ანუ ეს უფრო საახსურელო ხელისუფლებაა. მე უფრო საკანონმდებლო მომენტში უფრო ვიქნებოდი. თუმცა გიფიქრიათ ამას? კი, რა თქმა უნდა, მიფიქრია, კი, მიფიქრია. მე რა ვიცი, ხვალ რა იქნება. არის რომელიმე პოლიტიკური პარტია დღეს, რომლის ხედვებსაც იზიარებთ? მე თვითონ რაღაცნაირად ისეთი თავისუფალია ტიპაჟი ვარ, რომ რაღაც ნებისმიერი ჩარჩო მაშინებს, რაღაცის ვიღაცას ვიზიარებ, ვიღაცას არ ვიზიარებ, მაგრამ ზოგადად ეს პოლიტიკური რაღაცა მიმდინარეობა, რაღაც პარტია მაინც ახლა ჩარჩოებია და ეს ჩარჩო მგუდავს საშინლად მახრჩობ. ჩემი აზრები მექნებოდა და ალბათ უფრო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ქართველი ერის მთავარი პრობლემა მენტალობის კუთხით რა არის? ძალიან ამპარტავნები ვართ, უკუდო ამპარტავნები. მე დავდეკიდებაც Facebook-ზე ფოჩიანი მწვანე კიტრები. აი, მათ შორის მეც თქო ჩემ თავზე ვთქვი, რომ აი, რაღაცა ეს ჩვენ ქართველები მკლავს რა. თვითკრიტიკა გვაკლია და ზარმაცები. ქართული ტრადიციებიდან რას ამოიღებდით, რომ შეგეძლოთ? ქართულ ტრადიციებს რას ეძახიან? არის კომუნისტური ტრადიციები, 500 კაციანი პურმარილები და ეს კომუნისტური ტრადიციები, ეს ქართული ტრადიციები არ არის. ამიტომ ის რაც საუკუნეების მანძილზე ტრადიციები წამოვიდა, ის ძალიან გონივრულია, ქართულ გენეტიკასთან ძალიან ახლოსაა და ის სხვა რაღაცა, სამშობლოს სიყვარული, ღმერთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, ის რაღაც, აი, ქართული ტრადიცია სხვა რაღაცაა.
და კომუნისტური უსაქმურობის მასოცმანეთი გარანტირებული სახელფასი რო ქონდა და შეგეძლო ფეხიფასზე გადაგედო და იმან თუ 400 კაციანი ქორწილი გადაიხადა შენ 500 კაციანი და მარაზმული 300 კაციანი ქელეხები ეს არ არის ქართული ტრადიცია ეს არის სუფთა კომუნისტური ტრადიცია ბრეჟნევის პერიოდში რომელიც მოუყვება დღემდე რომელიც მოუყვება იმიტომ რომ რაღაც მაგრამ ნელ-ნელა დამიჯერეთ უკვე ეს 70 წელი ეს ხომ ძალიან ხელოვნურად შექმნილი სისტემა იყო, რომელიც ადამიანის ბუნებასთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა, რაღაც ხელოვნური კანონები, რაღაც უტოპისტური ეს იდეები და ყველაფერი მოჩვენებითი, ხო? ამიტომ რაც მოჩვენებითზე აგებული, ის ნელა-ნელა ჩამოიშლება ისევე როგორც ეს რაღაც მრავალკაციანი ქორწილები და ეს უაზრო ხრეუბები, უკვე ხო აღარ არის 24-საათიანი სტუმრების მისვლა-მოსვლა და სქვილიანი ხელები და ასასი ხაჭაპური, აღარ არის, არცალი არა ეს მაგისტრის. რჩება მხოლოდ ის წესები, რაც ადამიანის ბუნებასთან, იგივე ქართველის ბუნებასთან ახლოს არის. თქვენი ჰობი? ხატვა. ამდახარ თავისუფალ დროს მათემატიკის ამოცანებს ვხსნი, მიყვარს მათემატიკა ძალიან. თავისუფალი დრო არ რომ გქონდეთ მაშინ, აი ხო არის ერთი დღე, როდესაც გადაწყვეტოთ, რომ რაღაცისგან განიტვირთოთ, ამ დროს ყველაზე მეტად სად გინდათ ყოფნა, ან ვისთან ერთად გინდათ ყოფნა? ამ დროს მინდა ხოლმე მარტო ყოფნა. გიყვართ მარტო? შვილები აი მეძახი ხოლმე რომ აი მომიწექით რა, იმდენად სულ ხალხში ვტრიალებ. თუნდაც ის რაღაც წვეულებებზე რო ჩანვა ხოლმე, ჩემი არსად წასვლა 9 საათზე მეტი სადღაც ესეთი გაძრობები არ მთავრდება, ორი გაჩხაკუნება ფოტოკამერის ყველას გადაკოცნა და მე მოვიბარ სახში რომ დავიძინო რომ ხვალ შვიდზე უნდა ავდგე. და უბრალოდ ეს მე მჭირდება სულ ეს დაძაბული ეს გრაფიკი სულ დაძაბული მე მინდა ხოლმე ამ ლამაზ ხალხსაც რო შევხედო და ცოტა გამომეთიშოს ეს მუდმივად ჩართული ტვინი. თან ახლა გამოაქვეყნეს გზაში რომ მოვდიოდი თქვენთან ძალიან დიდი კვლევა ჩაატარეს ამერიკელებმა ყველა საშიშ პროფესიებთან დაკავშირებით პირველ ადგილზე ექიმები გავიდნენ და ამიტომ ხანდახან მინდა ხოლმე მეც რომ რაღაცნაირად გავნიავდე და დანარჩენი აი როდესაც მე მაქვს რაღაცა ცოტა ხანი თავისუფალი დრო ვცდილობ რომ ვიძინო და ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ ოცნება რომელიც უნდა აიხდინოთ რასაც აიხდენ ის ოცნება აღარ არის ოცნება არის ის რაზეც ოცნებობ და რომელიც არ ახდება როგორც რაღაცა ახთენადია ის მიზანია ოცნება არის რომ ოცნებობ და ოცნებობ ახლა და გააქვთ ისეთი ოცნება რომელზეც დღემდე ოცნებობ მონაკოსავით მინდა საქართველოს რო გახდეს მაგრამ სიზმარში ვნახე იცი რომ საქართველოს იყო პატარა მონაკო და ძალიან მინდა რომ ამას მოვესწრო თუნდაც 90 წლის ვიყო დაფხავებული ეს პროტეზები ხელით მიმქონდეს მაგრამ გავიჭიმები იქამდე აი მინდა რომ აი კარგ ქვეყანაში აი თავისუფალ ქვეყანაში მინდა ჩემი შვილიშვილები მაინც რომ ნახო თავისუფალი ყველგან აქაც აი თავისუფლება ჩემთვის არის როდესაც მე შენ გიღებ ისეც როგორც ხარ თავიდან ბოლომდე რომ ერთი ხინჯიც არ მაქვს გულში რომ რაღაცა შენში შევცვალო გარდაქმნა და ჩემ გემოზე მოგაწყო. როდესაც ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება ზუსტად ისეთები როგორიც ვარ და ავიტანთ ისეთებს როგორიც ვარ. ეს არის ჩემთვის თავისუფლება და აი მასეთ ქვეყანაში სადაც შენ გაგიღიმ და უკან რაღაცას არ ვიტყვი. აი როგორც კი მივართ მაგ მიმტევებლობამდე და ერთმანეთის სიყვარულამდე აი მანდ მოვიპოვებ ჩვენ დიდ თავისუფლებას და ჩემი შვილიშვილები მინდა რომ აქ იყვნენ. გადაცემის ბოლოს ჩვენი გენერალური სპონსორი გახავთ კომპანია ნორველი, რომელიც ერთვიან ულიმიტო აბონემენტს გადმოგცემთ და შეგიძლიათ ერთი თვის განმავლობაში პრინციპი იყოს გარუჯული. ჩემი ჰობი კიდევ ეს არის, რაზეც სულ ომი მაქვს გუგასთან, ხალხიო სიცოცხლეზე თავს იყოს მე კიდევ გიждები რუჯზე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გვერდითი რაღაცები აქვს. თუმცა ეს ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არანაირი გვერდითი მოვლენები არ აი ეს ის საჩუქარი, რასაც ვარს არ ვიტყვი. და პრინციპში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროსაც კი აქვს დადგენილი, რომ ეს შეიძლება ორსულთათვის, მოზარდებისთვის და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა და თამთურმე ჩემი კრასავიცა მეგობარიც არეკლამებს ამას. კი, კომპანია ნორველი სახეა სალომე გოგიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები მინდა გისურვოთ ახალ გადაცემაში. რა გოგოა? დიდი მადლობა.